კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ირწმუნება, რომ 5 წლის წინ საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა, მან კი სთხოვა რუსეთის პრეზიდენტისთვის გადაეცა, რომ მისთვის ლოცულობს. პროპაგანდისტმა ეს განცხადება პატრიარქის აღსახტრებიდან 52 წლის თავზე გააკეთა. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა კანდელაკი ნეველის ორდენით დააჯილდოვა. კანდელაკის განცხადება საპატრიარქო ამ დრომდე არ გამოხმაურებია. ელექტროენერგია მოსახლეობასთან ერთად ბიზნესსაც გაუძვირდება, ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ BMG-სთან ისაუბრა. ფასის ზრდას ის გამანაწილებელი კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელებითა და ბაზარზე გაძვირებული ენერგიით ხსნის. რამდენი თეთრით მოიმატებს გადასახადი ეს 29 დეკემბერს გახდება ცნობილი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე მყოფი ნათია თურნავას ხელფასი 2024 წელს თვეში 37729 ლარი იყო. დეკლარაციის მიხედვით ის გასულ წელს ხელზე თვეში 29000 ლარს იღებდა, რაც წელიწადში 348000 ლარია. თბილისში სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა ტექნიკის მაღაზია გაძარცვეს, შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე გამთენიისას ასმოხდა. სამწუხაროა, რომ ფაქტი საპატრულო პოლიციის ყურადღების მიღმა დარჩა, წერს მაღაზია აისტორი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს. მარნეულში საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს, შემთხვევის დროს სახლში შუახნის ქალი იმყოფებოდა, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ადგილობრივი გამოცემის ცნობით სახლიდან წაღებულია 14000 ლარი და ძვირფასეულობა მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.